დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, რომელიც აქ არის და მამი გილოცავდა ბოდიში, რომ ამ უსამშობლო და არაპატრიოტი სამშობლოს გამყიდველი ადამიანების გამო აქ მოგიწია დღეს ყოფნა. მიმალუის საფრთხეო და არც ერთ მომენტში პირბადე კი ნიღავი კია პირბადეც არ მკეთებია. ანუ არასდროს სახესაც კი არ ვმალავდი აქციებზე და მიმალვის საფრთხე, ანუ რას უნდა დავემალო, რატო უნდა დავემალო, მაგასაც ვერ ხვდები პირიქით. მინდა რომ ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს და შესაძლებლობა რომ მქონდეს, აი რომ გავიდოდი აქედან, ჩემს კლონებს დავამზადებდი, ყველა ქუჩაზე დავაყენებდი და ყველა ადამიანს გავაჩერებდი და ვეტყოდი, აი მე ვარ ეს. ჯგუფური ძალადობაო და ანუ ვერ ხვდები, ან ჯგუფური რას ნიშნავს ამ კონკრეტულ ბრალდებაში, ან ძალადობა. არც ერთი არ ჯგუფურში მიიღია მონაწილეობა, არც ძალადობაში. ამ კარგ და პატრიოტ ადამიანებსაც ეს კარგი და პატრიოტი ადამიანების პირველად სასამართლოზე ვნახე, იქამდე შეხებაც არ მქონია არც ერთთან. საერთოდ არ ვთვლი, რომ რაიმე გირაოს გადახდას ვიმსახურებ, იმიტომ რომ პირიქით უსამართლოდ აქეთ ვარ უკანონოდ გამოკეტილი და ანუ მე რატო უნდა ვიხადო მაგალითად ფული, მაგრამ თუ იმის გამო რომ მშობლები ნერვიულობენ, მაგალითად 2000 ლარს მაქსიმუმ გადავიხდით. და ასევე სხვადასხვა ადგილებში მისვლა არ მისვლასთან დაკავშირებით ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი რუსთაველის გამზირზე მისვლას. დანარჩენი ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ ამიგზავნოთ მისვლა და ან ქალაქის დატოვება, მაგალითად ქალაქ თბილისის დატოვება ამიგზავნოთ, არ წავალ.